მე ვარ ომბუდსმენი კონკურსი დასრულებულია გამარჯვებული მოსწავლეები დღეს თომას ჰამერბერგმა სახალხო დამცველმა და განათლების მინისტრმა დააჯილდოვეს პირველი ადგილი ფოთის მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აიღეს ადამიანის უფლებების დაცვა არის ის ფუნდამენტური რამ რაც ძალიან ადრეული ასაკიდან უნდა იყოს გააზრებული ბავშვების მიერ რა თქმა უნდა ისინი უნდა დარჩნენ აქტიურები და შეინარჩუნონ მიმართულებები და რაც მთავარია რაც შეიძლება ბევრ თავის თანატოლს გაუზიარონ და სამომავლოდ უნდა გახდნენ ისინი ზუსტად აი ამ უფლების დამცველები. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ 9-ზე მეტ მოსწავლე მიიღო ამ კონკურსში მონაწილეობა და მთავარი არის სწორედ მონაწილეობა და მნიშვნელოვანია რომ ასევე რეგიონებში გაიზარდა განსაკუთრებით ინტერესი და მონაწილეობა განსაკუთრებული იყო რეგიონებიდან. ანუ 10 ფინალისტიდან შეიძლება ითქვას რომ 6 სწორედ რეგიონალური გუნდი იყო წარმოდგენილი დღეს ამ გამარჯვებულთა შორის. დავწერეთ ნაშრომი ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მოცემული იყო სიტუაციური ამოცანა, სადაც მოცემული იყო რიგი უფლებების დარღვევა, იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, განათლების შესაძლებლობები და ამასთან დაკავშირებით დავწერეთ თემა, რომელსაც გაიმარჯვა და დაიკავა პირველი ადგილი.